Am ფორუმს, ამ ფორმატს არაფერი საერთო არ გააჩნია არც მშვიდობასთან და არც ნდობასთან, მით უმეტეს და თუ კობახიძე ასეთ ხალხს ედობა, ეს არის მისი პოლიტიკური განაცხადი, მე პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ძალიან მარტივად ქართული ოცნების შემდეგი პოლიტიკური სვლა რუსულ ორბიტაზე, პრორუსული ხაზით, ნეიტრალური პოლიტიკით, ანუ სრული საერთაშორისო საგარეო პოლიტიკური იზოლირებით და სრული კაპიტულაციით ნავიგაცია შემდგომ პერიოდში. ეს არის გეოპოლიტიკური განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძემ და მისმა რეჟიმმა სრულად ჩაანაცვლეს ევროპული, ქრისტიანული კანონზე და წესებზე დაფუძნებული პოლიტიკური ერთეული, ევროპული კავშირი და ყველა სხვა ჩვენი პარტნიორი, აი ამ ტიპის კლუბით, რომელშიც არიან დიქტატორები, ავტოკრატები, რომელშიც არ არის წესებზე დაფუძნებული თამაში, რომელშიც არის ეგრეთ წოდებული ტრანზაქციონალიზმი, რომელშიც არის შავი კაპიტალის უკონტროლო მიმოსვლა და სწორედ ეს არის მათი მიზანი, იმიტომ რომ იაპონიას კობახიძისნაირი უბადრუკი რეჟიმი ვერ დაინტერესებს, კარგი ინვესტორს ის ვერ შემოიყვანს, ეს მან ძალიან კარგად იცის, სტანდარტები, სადაც არის მაღალი დაცულობის ისეთ სივრცეებს ვერ დაინტერესებს, მაგალითისთვის არ ვახსენებ დასავლურ სახელმწიფოებს, რომელთან სრულად გაწყვიტა ყველა ტიპის პოლიტიკური კავშირი და ამიტომ ახლა ავტოკრატიულ ბინდბუნში ცდილობს ნავიგაციას. მაგრამ აი ეს არის მნიშვნელოვანი ძალიან, ხო? მშვიდობას რო გვესაუბრება. შეიძლება რომ მშვიდობას ეძებდე იქ, სადაც არის მშვიდობის ყველაზე დიდი მტრები ერთად წარმოდგენილი არაერთი მხარის სახით. პირველ რიგში ეს არის ოკუპანტი პუტინი და ჩვენ გვახსოვს ასევე დავითაშვილი ჩინეთში, ვახშამზე და იქაც იყო პუტინი. ჩვენ გვახსოვს კობახიძე მსგავს არაერთ ფორმაში მათ შორის ტერორისტების, აი სწორედ რომ ტერორისტების ჰეზბოლას პანაშვიძე და შემდეგ მალევე მეორეჯერ ერთ წელში ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე და ეს ყველაფერი ჯამში არის განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მშვიდობა კი არ ადარდებთ, ან წესებზე დაფუძნებული წესრიგი კი არ ადარდებთ, ან ნდობა მათ ადარდებთ ისეთი ტიპის მხარეები, რომელიც მათთან შევლენ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შეთანხმებებში. აი ეს უნდათ, იმიტომ წესიერი არავინ არ გაგეკარება, ამიტომ შაუბნელი მხარეები უნდა გამოარჩიოს შენს პარტნიორებად.